ლოცვამდე მოდით, ერთი წუთით დავფიქრდეთ ღვთის სიტყვაზე. სიმართლე გითხრათ, ვერც ერთი ჩვენგანი ვერ იცოცხლებს უფლის მფარველობის გარეშე. ჩვენ გვჭირდება მისი დახმარება, თუნდაც იმ საკითხებში, რომლებიც ყოველთვის არ გვახსოვს. ახლა, ამ დღის ბოლოს, გვჭირდება მისი სიკეთე, რათა გვაპატიოს ჩვენი შეცდომები და სისუსტეები. გვჭირდება მისი წყალობა, რათა განგვწმინდოს ყველა ის ბოროტებისგან, რაც ჩავიდინეთ. და გვჭირდება მისი კეთილგანწყობა, რომ გვიყუროს ცილის დროს და გაგვიღოს კეთილი კარები, როდესაც ახალი დღე გათენდება. შეხედეთ ჩვენს გარშემო, ამდენი რამ ხდება ჩვენს სამყაროში. ცხოვრება არაპროგნოზირებადი გახდა. სიახლეები ყოველ საათში იცვლება. ჩვენი გულები ხშირად სავსეა შიშით, წუხილითა და ეჭვით. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ღმერთი არ იცვლება. ის კვლავ მართავს მსოფლიოს. ის ერთგული რჩება თავისი სიტყვის. ის აგრძელებს ზრუნვას თავის შვილებზე. გავიხსენოთ, რა თქვა თავად ღმერთმა ბიბლიაში, ერთ ადგილას წერია, ერთგულია უფალი და მოგცემს ძალას და დაგიცავს ყოველგვარი ბოროტებისგან. თავად ღმერთი გვპირდება, რომ ძალას მოგცემს, როცა თავს სუსტად იგრძნობთ და დაგიცავს მტრის თავდასხმებისგან. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დაპირება, კარგ კაცს ბევრი სირთულე აქვს, მაგრამ უფალი იხსნის მას ყველაფრისგან. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი ცხოვრება პრობლემებისგან თავისუფალი იქნება. ეს ნიშნავს, რომ პრობლემების შუაგულშიც კი ღმერთი გარანტიას იძლევა თავის ხსნაზე. ღმერთი ჩვენი თავშესაფარი და ძალაა, ის არის ჩვენი დამხმარე გაჭირვებაში. ის ამბობს, რომ ის ჩვენი დამხმარეა ახლავე, ჩვენს სიტუაციაში, ჩვენს სიბნელეში, ჩვენს ქარიშხალში. ნუ შეგეშინდებათ და ნუ დაიდარდებით, რადგან უფალი ჩვენთან ერთად მიდის. ის არ მიდის, როცა რთული დრო მოდის. ის რჩება და იცავს თავის სიტყვას. ის არასდროს მიგვატოვებს. ახლა ერთად ვილოცოთ, უფალო იესო, შენ ყოველთვის ერთგული ხარ. შენ ხარ ჩემი უსაფრთხო ადგილი, ჩემი ციხესიმაგრე. როდესაც დასაძინებლად ვწვევი, გულს გაძლევ და ჩემს სიცოცხლეს შენს მფარველობას გთხოვ. გთხოვ, რომ შენმა ძლიერმა ხელმა დაიცვას ჩემი ოჯახის საყვარელი ადამიანები და ყველა ის ადამიანი, ვინც ჩემთვის ძვირფასია. ამ დროს, როცა მსოფლიოში ამდენი შფოთვა და შიშია, მე ვირჩევ ენდო არა ადამიანებს ან გარემოებებს, არამედ შენ, ღმერთს, რომელმაც ყველაფერი იცის დასაწყისიდან ბოლომდე. მთელი გულით მჯერა, რომ შენ თავშესაფარს აძლევ შენს შვილებს. შენ უცვლელი რჩები. შენ ხარ კლდე, რომელსაც ვერაფერი შეძრავს. და მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი, რას მოიტანს ხვალინდელი დღე, მე შენს სიტყვას ვეჭიდები, არასოდეს დატოვებ მართალს ან მის შვილებს ფშივრებს. ფსალმუნი 37:25. შენ ერთგული მამა ხარ და არასდროს მიატოვებ მათ, ვინც შენ გეკუთვნის. დღეს შენს მფარველობას ვლოცულობ. შენი მფარველობით შემომხვიე მე და ისინი, ვინც მიყვარს. შენი ფრთების ჩრდილში დაგვიფარე. დაგვიფარე ხილული და უხილავი საფრთხეებისგან, ავადმყოფობისგან და მტრის ყველა ხაფანგისგან. შენი სიტყვა ამბობს, რომ შენ ხარ ჩვენი ძალა და თავშესაფარი. შენ ხარ ძლევამოსილი ხსნით და ძლიერი მფარველობით. შენი თანდასწრებით აავსე ჩვენი სახლები და დაიცავი ჩვენი გულები, რადგან სადაც შენ ცხოვრობ, იქ უსაფრთხოება და მშვიდობაა. მე მჯერა შენი სიტყვის, 1000 შეიძლება დაეცეს შენს გვერდით, მაგრამ ისინი არ მოგიახლოვდებიან. რადგან შენს ანგელოზებს უბრძანებ, დაგიცვან ფსალმუნი 90:7-11. მამაო, ამ დაპირებით ვწვევი დასაძინებლად. მე მჯერა, რომ ვერანაირი სიბნელე ვერ დაძლევს ქრისტეს ნათელს, რომელიც გვფარავს. მე ვირჩევ ამ დარწმუნებით დასვენებას. უფალო, მე შენს ფეხებთან ვხრი ყველა წუხილსა და შიშს. შენ ხარ ის, ვინც არასდროს წინავს. სანამ მე ვისვენებ, შენ ფხიზლად ხარ და ჩემს ფარს ტოვებ. არაფრის არ მეშინია, რადგან ვიცი, ვის ხელშია ჩემი სიცოცხლე. გმადლობ შენი წყალობისა და მადლისთვის. მამაო, მე ვლოცულობ არა მხოლოდ დაცვისთვის, არამედ თავისუფლებისთვისაც. მე ვითხოვ თავისუფლებას ჩემი წარსულის ყველა ცუდი რამისგან, რაც ტყვედ მაყენებს, ცოდვისგან, დანაშაულისგან და სირცხვილისგან. გაწყვიტე ყველა ჯაჭვი, რომელიც ცდილობს ჩემს შებოჭვას. შენი სიტყვა ამბობს, ნუ გაიხსენებ წარსულს, ნუ იფიქრებ წარსულზე. ესაია 43:18. უფალო, დამეხმარე გუშინდელი ტკივილის იმედგაცრუებისა და ტკივილის მოშორებაში. დამეხმარე ვაპატიო მათ, ვინც გული მატკინა და გავთავისუფლდე ჩემი რისხვისგან. სულოც მინდაო, მომეცი ძალა, რომ ვაპატიო, განვიკურნო და ახალ ცხოვრებაში წინ წავიდე. უფალო, მხოლოდ შენ შეგიძლია სრულად ავადგინო ჩვენი სულები. შენ ხარ გატეხილი გულების მკურნალი.
ამაღამ დაასრულე იქ, სადაც საჭიროა და მოუშვიშე იქ, სადაც ჭრილობები რჩება. მე ვირჩევ, წინ ვიყურო და მივიღო მომავალი, რომელიც შენს ხელშია. შეიძლება არ ვიცოდე, რა მელოდება, მაგრამ ვიცი, ვინ მოდის ჩემთან ერთად. და ეს საკმარისია. მე შენს თავს ვაბარებ ჩემს ოცნებებს, ურთიერთობებს, ჯანმრთელობას და მთელ ჩემს მომავალს. ვაღიარებ ჩემს ცოდვებს, წამს რომ შენ ერთგული ხარ, რომ მაპატიებ და განწმენდ. განბანე, უფალო. მე მჯერა აღთქმის, ნეტარია კაცი, რომელიც უფალს ენდობა. ის იქნება როგორც წყლის პირას დარგული ხე, რომელიც არ ეშინია სიცხის და მისი ფოთოლი ყოველთვის მწვანეა. იერემია 17:7-8. უფალო, მე შენ გენდობი. მე ვირჩევ, ვიცხოვრო რწმენით და არა შიშით. ვერ ხვდები ყველაფერს, რაც ხდება მსოფლიოში. მაგრამ მჯერა, რომ შენ გაქვს უფრო დიდი გეგმა, ვიდრე ის, რასაც მე ვხედავ. გამაძლიერე, რომ გავუძლო. შემახსენე, რომ როცა წყალში ან ცეცხლში გავდივარ, შენ ჩემთან ხარ. შფოთვაში არ ვიცხოვრებ. ჩემი იმედი უფალშია. გმადლობ, იესო, შენი მფარველობისთვის. ამინ.